გამარჯობა, მე მქვია სერგო. ეს ჩემი პირველი YouTube არხი არის ამ თემატიკაზე. მე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი და ვცდილობდი რომ გამეკეთებინა არ გამეკეთებინა, ბევრ მიზეზს ვიგონებდი რომ რაღაცნაირად თითქოს და გავჩერებულიყავი და ასე შემდეგ. მაგრამ გადავწყვიტე რაღაც ველოდო. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ძალიან დიდი მოზღვავებული ინფორმაცია და მინდა რომ ეს არხი იყოს რეალურად ქრისტიანების არხი, რომელიც ისეთ ღია საუბრებს შეძლებს ქრისტიანებთან, სხვადასხვა ქრისტიანებთან, რაც აქამდე არა. დღესდღეობით YouTube არხები რო გავხსნათ, ჩვენ ნახავთ რომ ბევრი მქადაგებელია, ბევრი სხვადასხვა ბიზნეს სფეროა, არ აქვს მნიშვნელობა, ზოგი ჯანმრთელი კვება, სპორტი, ბიზნესი, ასე შემდეგ უამრავი სფეროა. რელიგიურ საკითხებს რაც შეეხება გახსნი და ეგ ვიღაცა შეიძლება მღვდელი ან პასტორი იყოს, რაღაცა პიჯაკში, რაღაც ლამას მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობს და ფიქრობ, რომ იცი რა, ჩემთვის ეს შორს არის ვიღაცა რა, ჩემი მას არ ესმის და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ვცდარ, შენ ქრისტიანი ხარ, მე ქრისტიანი ვარ, ჩვენ საერთო სინამდვილეში ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთთან და ძალიან ბევრი რამე შეიძლება გავიგოთ ერთმანეთისგან და მინდა მე დღეს ვილაპარაკო იმ თემაზე თუ როგორ შევინარჩუნო რწმენა დღეს 21 საუკუნეში, რაც აქტუალური პრობლემაა. რეალურად ეს აქტუალური პრობლემაა, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ ვდგავართ პოსტმოდერნიზმის სამყაროში. ჩვენ ვართ რღვევის ფასეულობათა რღვევის ეპოქაში ვართ. ამიტომ მეგობრებო, მართლა ნერვიულობ, არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება, მართლა წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მინდა ესე გამხნევოთ, რომ მარტო თქვენ არ ახართ, ვინც უსმენთ, ეხლა მისმენთ მე და ფიქრობთ, რომ ნეტა რა უნდა და რისი თქმა უნდა. კი, როგორ შევინარჩუნოთ დღეს რწმენა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელ დღეს რწმენის ფაქტორია და ეს მე დავყავი სამი ძირითადი ნაწილით. და რა არის სამი ძირითადი ნაწილი? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი მშრალი გამოხმარი რწმენა. რწმენა, რომელიც დაემსგავსა ორცხობილას. და კი, ჩვენ პრაქტიკულად ყველა დაავადებული ვართ ამით. იმიტომ რომ ჩვენ გარშემო მყოფთ, რო ვუყურებთ ჩვენზე მოქმედებს გარემოება, დამოკიდებულება. აი, შეგიძლია დაუსვა შენ თავს კითხვა, თუ რატო გწამს? ან რას გაძლევს შენი რწმენა? ან შენი რწმენას თუ შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება? ან როგორ შევინარჩუნო ეს, რაც მაქვს? თუ უბრალოდ ისე მწამს, ნომინალურად მწამს? რა არის პრაქტიკა ჩემი რწმენისა? როგორ მადგება მე ჩემს ცხოვრებაში ჩემი რწმენა? ყველაზე ძალიან ესეთი ფართო გავრცელებული კითხვა, რომლებიც ადამიანები ჩვენ თავებს, როცა მარტო რჩებით, ალბათ და მეთანხმებით, რომ ყველა უსმევთ ხოლმე ჩვენ თავს. ან ბოლოს როდის დავეხმარე გაჭირვებულს, როდის დავაპურებ შიერი, როდის გავაკეთე რაღაცა ის, რაც ჩემს სარგებლისთვის არ იქნებოდა, არამედ გავაკეთე იმისთვის, რომ ვიღაცებს დახმარებოდა ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაცა მსხვერპლი, პატარა მსხვერპლი, ხო? აქ არ არის ახლა მაინც და მაინც ქველმოქმედებაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არანაირად. ამაზე არ მაქვს საუბარი. ზოგადად. ხო? ამიტომ რა არის ჩვენი რწმენა, როგორია, როგორ მოქმედებს, როგორ ვლინდება ის და
როგორ აისახება ჩვენს პირად ცხოვრებას. მეორე ფაქტორი ეს არის სტერეოტიპები. თუ მაგალითად რა შეუძლია შენ რწმენას? ან რატომ უნდა გწამდეს? იმიტომ რომ მე ჩემი რწმენა ხელს მიშლის, იმისათვის რომ დავლიო ცოტა მაგარი რაღაცები, მე ჩემი რწმენა ხელს მიშლის, რომ ცოტა მაგარი გასაბოლებლები გავაბოლო, ხო ხელს მიშლის ეს ყველაფერი. და რა საბოლოო ჯამში რას მაძლევს მე ეს ჩემი რწმენა? ხო, ან გავიარო, გავიგულაო, გავაკეთო რაც მინდა ბოლო ერთხელ მოვდივარ ამ მიწაზე. მეჯერ ხო აღარ მოვალ. არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება. ხო შეიძლება აუშვა აფრები და წავიდე როგორც მე მინდა. რაც ჩემს სულს გაუხარდება ხო. რა თქმა უნდა, რამდენად მოქმედი არის ის რაც შეიძლება ხელს გიშლიდეს, ან ხელს არ გიშლიდეს. რამდენად მართავს შენი რწმენა შენს ცხოვრებას. აი კითხვა, შენ თუ შენი თავისთვის ეს კითხვა არ დაგისვამს. დამიჯერე მეგობა რომ მოვა ვიღაცა შენ გარშემო, ვიღაცა რთულ მდგომარეობაში მყოფი, ან თუნდაც ათეისტი და დაგისმევს კითხვას, რაში გარგია შენი რწმენა და რას უპასუხებ და დადგება დრო და დაფიქრდები, იმიტომ რომ პასუხი უბრალოდ არ გექნება. არა იმიტომ რომ უბრალოდ რწმენა არ აკოფნის. არა, საკუთარ თავს არ ვუდგებით არასოდეს კრიტიკულად. ჩვენ ხო ადამიანები ვართ და ჩვენ ხო არ გვიყვარს ჩვენი თავს კრიტიკულად შევხედოთ. ამიტომ ასეა და მესამე ფაქტორი ძალიან დიდი მნიშვნელობაა გარემოებას. რა გარემოებაში ვართ ჩვენ? ვინ არის ჩვენ გარშემო და რამდენად ჩვენ გარშემო იცვლებიან ხალხი ჩვენი რწმენის მიხედვით. თუ რა რწმენა გაგვაჩნია ჩვენ და თუ ცვლის ჩვენი რწმენა ხალხს იმისათვის რომ უფრო მიუახლოვდეს ღმერთს. მე არ ამგონია რომ ჩვენ ვუსმევდეთ ჩვენ თავს ასეთ კითხვებს. მაგრამ ეს არის სამი ძირითადი პრობლემა, სამი ძირითადი ასპექტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა. იმიტომ რომ იცი რა ყოფილა დრო დადგება დრო მე მქონია ესე რომ იცი რა არ მინდა, აღარ მინდა არც თქვენი ღმერთი, აღარ მინდა არაფერი, აი არც ეს წიგნი, რომელსაც ბიბლია ქვია, არ მინდა გამანებეთ თავი ვაფშე შემეშვით. მაგრამ ბოლოს ხო ხვდები რომ არის ის ვინც ჩვენ შეგვქნა, არის ის ვინც რო იტყვიან დაგვაპროექტა და ჩვენ ტყუილა არა ვართ ამ დედამიწაზე მოსულები. მე არ ვიცი რა იქნება, მე არ ვიცი, მე ავიღე ჩემი უბრალოდ ტელეფონი არც ისეთი ძვირიანი ჩავრთე და ვლაპარაკობ ახლა ამას. მართლა არ ვიცი რა გამოვა. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები და ვისაუბროთ წმინდა წერილზე და ვისაუბროთ ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე თუ რა სურს მას. იმიტომ რომ ბიბლია, ქრისტიანისთვის ბიბლია არის წყარო, საიდანაც იგებს თუ რა სურს ღმერთს. ერთია ჩვენ რას ვეუბნებით ლოცვებში, მაგრამ მეორეა რა სურს ღმერთს ჩვენგან. როგორც წმინდა იოანე ოქროპირმა თქვა, რომ წმინდა წერილი მოგვეცა იმისათვის, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ როგორც ქრისტიანები, თორე რომ გვევარგა ღმერთი ჩვენში ამოტვიფრავდა თავის რჯულს. ამიტომ ყველასა გვაქვს პრობლემა, მეგობრებო, ყველას, აბსოლუტურად ყველასა გვაქვს პრობლემა. და მინდა რომ ერთად რაღაცა ერთობლივად გამოგვივიდეს რაღაც კარგი, რაც ყველას დაგვეხმარება. ამიტომ გამოიწერეთ ეს არხი, ეს ჩემი
პირველი ვიდეოა, ეს არის სტარტაპი, არ ვიცი როგორ აიქნება, მაგრამ გამოიწერეთ არხი, თუ ეს თემა თქვენთვისაა და გავყვეთ უფლის სიტყვას, რომელსაც ქვია ბიბლია და შევიმეცნოთ ერთად და გაუზიაროთ ყველაფერი ერთმანეთს. აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, მეგობრებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე.